გადახდის ინოვაციური მეთოდები უკვე საქართველოშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გლობალური ფინტექ სისტემის ერთ-ერთი პიონერია. ეს სიახლე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო გადასახადები ღია ბანკინგის და კრიპტოვალუტის კონვერტაციის გზით გადაიხადონ. ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა მეცილად განესაზღვრება ბიზნესის ინოვაციურობით და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. როგორ გადახდის უზრუნველსაყოფად გადამხდელებისათვის გადახდის მოქდილი მარტივი და მრავალმხრივი არქივის შეთავაზებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გადახდის აღნიშნული შესაძლებლობის შეთავაზება ერთი მხრივ ზრდის ბაზარზე კონკურენციას, ხოლო მეორე მხრივ სამსახურს და ზოგადად ქვეყანას წარმოაჩენს ინოვაციურად როგორც ბიზნესის, ასევე გადახდების წელში. გადასახადების კრიპტოვალუტის კონვერტაციის გზით გადახდა ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში, სინგაპურში, ესტონეთში და ამერიკაში იყო დაშვებული. გადახდის ინოვაციური მეთოდები საქართველოს კრიპტოინოვატორებისა და საერთაშორისო მეწარმეების დაინტერესებაშიც ეხმარება. საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციას ციფრული არხების დიჯიტალიზაციის კუთხით, ამას ხელს უწყობს არა მხოლოდ კომერციული ორგანიზაციები, არამედ სახელმწიფო სერვისები, რომლის გაციფრულება ხდება. ამ გადახდების დანერგვით აძლიერებს საქართველოს როგორც ფინტექ და ბლოკჩეინ მეგობრული ჰაბის პოზიციას, რაც აუცილებლად მოიზიდავს საერთაშორისო კომპანიებს, მეწარმეებს, სტარტაპებს, კრიპტო ინოვატორებს ამ ჩვენ ქვეყანაში. სიახლეების დანერგვა ფინანსური სექტორის გაძლიერებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას ამარტივებს. შესაბამისად, გადასახადების გადახდის ეს ახალი მეთოდები სახელმწიფოს ფინანსურ სერვისებში ახალ სტანდარტს ქმნის, რაც ეკონომიკურ განვითარებაზეც აისახება. 2023 წლიდან ასევე საშუალება მიეცა და არასაბანკო ინსტიტუტებსაც ჩართულიყვნენ ღია ბანკინგში, გამოეყენებინათ ბანკების მიერ გამოდგმული API-ები სრულიად უფასოდ, რაც საშუალებას აძლევს მათ საბანკო სერვისები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებელ თავის არხებში. ისე რომ გამოიყენოს მომხმარებლის ის სანდოობა, რაც აქვს არსებულ არხებში და ეს დამატებით რისკებს არ ცდის. ციფრული არხების დანერგვა არა მხოლოდ კომერციული სექტორიდან არის მნიშვნელოვანი, არამედ მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან და ციფრული არხებით ამა თუ იმ ინფორმაციის გაზიარება ან საგადახდო სისტემების დანერგვა პირდაპირ პროპორციულად არათუ ხელს უწყობს, არამედ ახალისებს კიდევაც ამ მიმართულებას. საქართველო ახლა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ინოვაციურ ფინანსურ სისტემას ქმნიან. სამომავლოდ კი ჩვენს ქვეყანას ფინანსური ინოვაციების კუთხით ლიდერი პოზიციის შენარჩუნება სურს.